ელი, შენ გინდა იყო მდიდარი თუ კეთილი? ჩემი აზრით სულელური კითხვებია, გინდა იყო ლამაზი თუ ჭკვიანი? დედა უფრო გიყვარს თუ მამა? ოჯახი გირჩევნია თუ კარიერა? თუ ამბობ რომ გინდა უკეთესი ცხოვრება, მაგრამ თან გონია რომ ამით უფრო ბოროტი გახდები. თუ თვეში 1999 ლარამდე ხარ კეთილი და 2000-ზე ბოროტდები. ეს მისტიური ციფრი ვისთვის 5000-ია, ვისთვის 10000-ია, 100000. პრინციპი იგივეა. ამდენი ფული რად გინდა? ანუ სინამდვილეში გეკითხებენ, ამდენი ხიხია და ბოროტება რად გინდა? თუ შენთვის სიკეთე მთავრდება იქ, სადაც მთავრდება საარსებო მინიმუმი. მაშინ როგორ უნდა გქონდეს мотиваცია ამ ყველაფერს მიღწევის? შენი გონება არასოს მოგცემს ენერგიას, რომ წახვიდე იმ მიზნისკენ, რომელიც ფიქრობ, რომ შენთვის საზიანოა. როგორ უნდა მიაღწიო რამეს, რისიც გეშინია, გრცხვენია და ოცნებებშიც ვერ წარმოგიდგენია, არათუ სიტყვიერად ვერ ამბობ. და სანამ შენ ახლა ერთის არჩევას ეჯაჯგურები, არის ბავშვი, რომელსაც დედაც უყვარს და მამაც. ზოგი ჭკვიანი სილამაზეზე ზრუნავს, ზოგი კარიერისტი ბიზნესს აშენებს ოჯახთან ერთად და შესაბამისად მათთან ატარებს დროს, ზოგი თან ონლაინ მუშაობს და თან პლაჟზე ზეს. ბევრი გამდიდრდა პატიოსანი და ლეგალური გზით, ოღონდ ხელფასით არა, ან ბიზნესით, ან ინვესტიციით. ზოგი მდიდარი კეთილია და ფულით მეტკარგ საქმეს აკეთებს, ზოგი ღარიბი კი გაბოროტებული და დაბუღმილი დადეს. რასაც თეორიულადაც კი არ უშვებ, რანაირად შეამჩნევ. შენი გონება ყოველთვის იმის მტკიცებულებებს ეძებს, რისიც გინდა რომ გჯეროდეს. მოგატყუეს, არ გიწევს არჩევანი, შეგიძლია ორივე. ახლა შენი ნება დაუშვა თეორიულად მაინც, რომ შენი სურვილები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება და როცა რამე განსხვავებულს ერთხელ წარმოიდგენ, მერე შეამჩნევ ამ განსხვავებულ რამეს, მერე დაიჯერებ და რომ დაიჯერებ, მერე სხვანაირადაც იმოქმედებ. და მხოლოდ მერე მიიღებ სხვანაირ შედეგს. გააზიარე ეს ვიდეო, რადგან ბევრს სჭირდება ახლა ამის მოსმენა.